ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა მრავალ წელს ითვლის, ანუ 14 წლიდან უკვე გავბედი და მოსწავლეებთან, გავბედი და მოსწავლეს, მყავდა რამდენიმე მოსწავლე და რაღაცა აკორდები ვასწავლე. შემდეგ ჩემი მასწავლებელი იყო კლასიკური გიტარის საუკეთესო პედაგოგი ზაქარია კაკალაშვილი და ზაქარია კაკალაშვილმა დამირეკა, რომ თამარ მე უკვე ბევრი მოსწავლეებიდან ვეღარ ვძლევ და მე დაგეხმარებ და ჩვენ ერთად ვასწავლით მოსწავლეებს და თავიდან ძალიან შევშინდი, მაგრამ ძალიან გვერდში მიდგა თუ რამე გამიჭირდებოდა და აი ესე დაიწყო ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობა. მე თვითონ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც არაჩერდება, ანუ სულ ფიქრობ, რომ კიდევ და კიდევ უფრო კარგი გავაკეთო მოსწავლეების ის უფრო მეტი. ანუ ჩემი ფიქრი ძირითადად არის, რომ მომავალი თაობა წამოვწიო წინ და ეს ოცნებასავით და მიზანისავით ამ ცხოვრებაში დასახული და სხვათა შორის ძალიან გაამართლა. მთავარი ადამიანმა მოინდომოს და ალბათ ყველაფერი გამოუვა. მოსწავლეებთან ერთად მეც ძალიან შრომობ, ანუ ფაქტიურად, როდესაც მოსწავლეებს ვამეცადინებ, ჩემ თავთან მარტო რჩები დავისვენებ, შემდეგ ჩემ თავზე მუშაობ. ანუ სხვანაირად ვერ განვითარდება ვერც ერთი პედაგოგი თუ გინდა რომ გადასწყვეტო მასწავლებლობა, თავადაც არასოდეს არ უნდა შეწყვეტო სწავლა და ეს ჩემი ცხოვრების დევიზად გამყვა. ჩემ ცხოვრებაში კიდევ არსებობენ ადამიანები, ვინც ჩემ პედაგოგიურ კვალზე, ანუ როგორც კლასიკური გიტარის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი გავლენა მოახდინა და ადამიანებს კერძოდ შევეხები სულ რამდენიმე წინადადებით. ასეთი იყო ჩვენი გორელი მუსიკოსი, გამორჩეული გიტარისტი მიშიკო კოშკაძე, რომლიდანაც აი ძალიან ბევრი ავიღე, ძალიან ცული ჩაბერა გიტარის კლას და წინ წამოქცია კიდევ ერთხელ და კიდევ ერთი მისაბაძი მაგალითი იყო ჩემ ცხოვრებაში. შემდეგ უკვე 3 წელია თბილისში ჩამოყალიბდა კლასიკური გიტარის კონგრესი, სადაც მე ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი. ტარიელ სუარია ჩვენი პრეზიდენტი კლასიკური გიტარისა და იქ ვარ ერთ-ერთი დამფუძნებელი და ძალიან ნაყოფიერად მიდის იქ სიმპოზიუმები, ანუ იმართება ყოველ კვირა, მაქსიმალურად ვცდილობ რომ დავესწრო, ვამონაწილეებ ბავშვებს, აი რამე ტური როა ისეთი კომპოზიტორსა, რომელსაც ჩვენ ვუკრავთ, არ ტოვებ არც ერთ ჩანს რომ არ ჩავიყვანო. მონაწილეობ მე თვითონაც, ანუ არაერთი კონკურსი მოვიგე, არის იქ Facebook სივრცეზეც არის რომ ვარ გამარჯვებული ქართული მუსიკის კონცერტისა, ბახის პრელუდია დავუკარეთ და იქაც ვარ გამარჯვებული 2026 წლამდე და აი ესე ჯილდოებით სავსე ვართ, ანუ გიტარის კლასი აღიარება არ გვაკლია, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდ შრომასთან ერთად დაკავშირებული და ეს არ მეზარება. ჩემი საყვარელი საქმეა კლასიკური გიტარა და ეს ძალიან მშველი, ძალიან საყვარელი სფეროა ჩემ ცხოვრებაში. სექტემბრიდან ჩამოვაყალიბეთ კულტურის სასახლეში გიტარისტთა კლასიკური გიტარის ანსამბლი. ეს ჩემი ოცნება იყო, რომ გურს ყოლოდა საუკეთესო კლასიკური გიტარის ანსამბლი. და ვამეცადინებთ უკვე აი სექტემბრის ბოლოდან დავიწყეთ, ახლა უკვე რამის წლის ბოლოა და საკმაოდ ბავშვები, ანუ აღმოვაჩინეთ, ანუ ზოგი აღმოჩენათ, რომელიც კლასიკასაც ძალიან ლამაზად ფლობს. ზოგს მხოლოდ სიმღერები აინტერესებს, მაგრამ რო უყურებენ, რომ ის კლასიკას უკრავს ლამაზად, ერთმანეთის მიბაძვით ძალიან ძვირფასი შედგა ეს ანსამბლი და უკვე პრემიერაც ჰქონდა თეატრში, საქველმოქმედო კონცერტში ვიმონაწილეებთ, იმღერეს მიშკო კოშკაძის სიმღერა. ხმებში გაშლილი და გიტარებში გაშლილი, ახლა უკვე ვუკრავთ კლასიკებსაც და სულ მალე მაყურებლის წინაშე ჩვენი ანსამბლი წარსდგება. ახალი სახელიც დაერქვა ჩვენ გიტარისტთა ანსამბლს, ქვია ტრემოლო. ეს იქნება პირველი განაცხადი, რაც მე ვთქვი, ანუ სექტემბრიდან უკვე ყველა გეგებს, რომ გიტარის კლასს ყავს საუკეთესო ანსამბლი ტრემოლო. გიტარის კლასის მოსწავლეებს არაერთი წარმატება გვაქვს მოგებული, გვაქვს ბევრი კონკურსი, ფესტივალი გვაქვს მოგებული, გვაქვს გრან-პრიც აღებული ამაზე მომავალ საქმეებზე. ერთი წელი იყო, როდესაც გრან-პრი იყო დანიშნული და ეს გრან-პრი მოხსნეს ჩემმა მოსწავლეებმა, მაშინ უკრავდა ტრიო, გიტარისტთა ტრიო. ამჯერად მივიღეთ უშუალოდ ამ რაც შეეხება ახლანდელ კონკურსში გამარჯვებას, რაც შეეხება გაიმართა 26 მარტს დაიწყო პირველი ტური და გადავედით გალა კონცერტზე 27 აპრილს, რომელიც გაიმართა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. იქ იყო გალა კონცერტი და რა ვიცი, ისეთი ის იყო, ანუ
ბევრი იღებდა, ბევრი გადავიდა gala კონცერტში მონაწილეობის მიღება, ბევრი ნომერს ხვდა წილად, მაგრამ ეს თვითონ ადგილები ძალიან ისე იყო გადანაწილებული, რომ უკვე სულ ესე გაფაციცებით ველოდებოდით ამ იმას და გავიდა თუ არა გურიკა ულამაზესად დაუკრა, შეასრულა ფრანცისკო ტარეკას ტანგო მარია და გამოგვაცხადეს, რომ პირველი ხარისხის დიპლომი გადაეცა მას და ეს იყო დიდი გამარჯვება კიდევ ერთი ჩვენი გიტარის კლასისა, ძალიან გახარებული წამოვედით და გურიკას ვულოცავ კიდევ ერთხელ, ეს არის დიდი შრომის შედეგი. გურიკამ ეს მიაღწია თავისი მართლა დიდი შრომის შედეგად, რადგან გიტარა არის რთული ინსტრუმენტი, არ არის ფორტეპიანოსავით ადვილი, რომ დაადო და დაუკრა. უფრო მეტ შრომას მოითხოვს ძალისხმევას, რაც გურიკამ შესძლო და სხვა ბავშვებისთვის სამაგალითოა. მყავს კარგი ბავშვები, მაგრამ ასეთი მარგალიტებივით გამორჩეული ერთ-ერთი გურიკა მყავს და გურიკამთან სხვა ბავშვებსაც აჩვენა, რომ შრომას რამდენი რამე შეუძლია, რომ შრომამ შეიძლება არ ვიცი, ალბათ მეცადინეობა, რა თქმა უნდა, მოითხოვს ძალიან ბევრ ძალისხმევას გიტარაზე.